ჩაი. გეზრულის. სასწაულია ძალიან კაია. ეხლა მდუღარე ცოტა შემოგვაკლდა ჩვენ. ოჩა. ეხლა მოვიტანი წითელი დოლის პური. ფერადი ყაბაყების ჯემი და ჩვენი მეგობარი ფერმერის თორნიკე შეყილადის გეზრულის ჩაი. ალახიურებია თუ პოსტა ჩაია? ჩაია ჩვეულებრივი. რა მაგარი სხვა ნერესული? სხვა მეთოდით არის დამუშავებული. მეც მინდა ეგ მეთოდი. თითქმის ყოველ დღე აქ ვარ. ამის გამოცხობა დავიწყე შარშან 26 მაისს და იმის შემდეგ მაქვს ტრადიცია ყოველ პურის გამოცხობაზე რამდენიმე დროშის ფორმის პურს ვაცხობ. და ეხლა მოვიტანე. ეს ფქვილი არის ჩემი წისქვილზე დაფქვილი წყლის წისქვილზე. ჯემი არის ფერადი ყაბაყების, რომელიც მე მომყავს, წლებია უკვე და 4 წლის წინ ვცადე პირველად ჯემის გაკეთება და იმის მერე ვამზადებ და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემ მეგობრებშიც, ფართო წრეშიც. ძალიან მიხარია ჩემი პროდუქტები რომ მოსწონთ ადამიანებს და მე მაბედნიერებს ის ამბავი, როცა სიამოვნებას იღებენ ადამიანები ჩემი პროდუქტები, ჩემს მიერ შექმნილი სერვისებით. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია. კი, ჩემი დაფქვილია ეს. წყლის წისქვილი მაქვს და იმ ზომაზე ვქავ, რომ გაცრა აღაჭირდება, ძალიან წვრილად. და კანია ყველაფერიანად არის რა ერთმანეთში. თან ის წყლის წისქვილი ცივად ვქავს, ანუ ისე იშლება მარცვალი, რომ არ ხურდება. და გემოვნურ თვისებებს ინარჩუნებს ბოლომდე. მე ვარ ვალერი ჭიტაძე, ჭიათურიდან 6 კილომეტრში, სოფელ წირქვალში ვცხოვრობ. მაქვს პატარა ბიომეურნეობა, კოტეჯი, წყლის წისქვილი და მაქვს ტურისტული მიზნები ჭიათურასთან დაკავშირებით, რომ პოპულარიზაცია გავუწიოთ ჭიათურის კულტურულ მემკვიდრეობას, თუნდაც ბუნების ძეგლებს და იმ რესურსებს, რაც გააჩნია ჭიათურას. და ბოლო დროს ახლა საბედნიეროდ შემოერთდნენ თანამოაზრეები და რამდენიმე მეგობარი და დავაფუძნეთ ახალგაზრდული ორგანიზაცია აღმოაჩინეთ ჭიათურა და რაღაც გეგმები გვაქვს ჭიათურასთან დაკავშირებით. ჩვენთან ზემო იმერეთში არ არის დიდი მიწები, ან დიდი ფართობები არ არის და პატარა მიწები, პატარა ვენახები ყველა ოჯახს აქვს თავის საკმარისი ღვინო მოყავთ, სიმინდი, ლობიო, გოგრა, პროდუქტები, რაც ერთ ოჯახს ყოფნის და სადღაც 10 წლის წინ დავიწყე დამოუკიდებლად ჩემი მეურნეობის გამართვა მიწავიყიდე და მე გაჩნდა იდეა რომ ჭირდებოდა წისქვილი და ერთი მიტოვებული თითქმის დანგრეული წისქვილი აღვადგინე და დღესაც ვამუშავებ სიმინდსაც ვქავ, ხორბალსაც და ყავასაც. წყლის წისქვილია პატარა მდინარეა ჩემი ეზოს უკან და ძალიან ბევრი წისქვილები იყო და ეხლა მხოლოდ ორი მუშაობს. ისე 50 პატარა 50 მეტრ მონაკვეთზე იყო 5 თუ 6 წისქვილი. მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე ელექტროენერგია რომ მოვიდა, შეეშვნენ მაგ წყლის წისქვილებს და გადავიდნენ ელექტროწისქვილებზე. ამიტომ მინიმუმ 19 საუკუნის არის ეს წისქვილები. არჩევნებამდე თითქმის ყველა დიდ პროტესტზე ჩამოდიოდი. ახლა უკვე ესეთი განრიგი მაქვს, რა ხუმრობით ვამბობ, რომ განრიგი მაქვს. 2 დღე ვარ თბილისში და 1 დღე ჭიათურაში. ჩავდივარო ცხოველებს მივხედო, რაღაც სახლს ეზოს რაღაცები გავაკეთო რა ისე და მე ჩამოდიოდი ისე ვაკ. ვალერი. თქვენ ახართ ხო თვითონ? როგორ ხარ? მოიტანე რა შეპირებული. კი, ამ დუღარი ჩაგვისხი მე ამაში. აუ და დაგვისხი სამი უნდა მოგიდო. ვიდა დახმარება რამის. არა. ჩემი მეგობრები, ადამიანები მიცმე მიცნობენ. ხედავენ რომ მე აქ დგავარ, საშიში რომ არაფერი არ არის, რომ ბრძოლა არის საჭირო და აქ დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს. უბრალოდ დგომაც მნიშვნელოვანია, უბრალოდ მოვიდეთ და 1 საათით ვიდგეთ ჩვენი თანამებრძოლების გვერდით. დღეს რუსთაველზე წყდება ქვეყნის ბედი, ქვეყნის მარტო ევროინტეგრაციაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ქვეყნის მომავალზე. ბეჭვისხიძე გავდივარ დღეს, ან ვირჩევთ ავტორიტარიზმს, დიქტატურას, რუსულ რეჟიმს ბრუნდებით საბჭოთა წარსულში ან ბრძოლის შემდეგ ჩვენ მივაღწევთ ჩვენი წინაპრების სანუკვაროცნებას, ჩვენს დავიბრუნებთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მივაღწევთ ევროინტეგრაციას და გავხდეთ სრულფასოვნად დამოუკიდებელი და ადამიანებზე ორიენტირებული ქვეყანა.